Beauty of Joseon-ის ცნობილი თვალის რეტინალი, რომელიც დამსახურებულადაა პოპულარული, ფასთან შედარებით ძალიან კარგი შემადგენლობა აქვს და რაც მთავარია, ეფექტურია. შემადგენლობას ეკრანზე გამოგიტანთ, მე კი ვისაუბრებ იმ მნიშვნელოვან შეცდომაზე, რომელსაც უშვებენ თვალის რეტინოლის წასმისას. აქვე შეგახსენებთ, მით უმეტეს თქვენ თუ დამწყები ხართ, ნებისმიერი ტიპის რეტინოლი, რომელიც სახისთვისაა, არ უნდა გამოვიყენოთ თვალის ირგვლივ. გადავიდეთ თვალის რეტინოლზე. ეს რეტინალია, მაგრამ ზოგად ტერმინს გამოვიყენებ. პირველი შეცდომა. ავიწყდებათ, რომ თვალის რეტინოლიც რეტინოლია. ამასაც აწერია, რომ ეს არის შრატი, მით უმეტეს თქვენ თუ დამწყები ხართ, მისი ყოველდღიურ რუტინაში გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. დაიწყეთ კვირაში ერთხელ და როდესაც კანი შეეჩვევა, შემდეგ გაზარდეთ დღეების რაოდენობა. მეორე შეცდომა, რომელიც დამწყებებს მოსდით. ეს არის შრატი და საიდზეც არის რეკომენდაცია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელთან ერთად. მე ვიტყოდი, რომ უმჯობესიცაა, რომ გამოვიყენოთ დამატენიანებელთან ერთად და თუ თქვენ ახალი დაწყებული გაქვთ რეტინოლი, განსაკუთრებით თვალის რეტინოლი, მე მაგალითად სენდვიჩის მეთოდს გამოვიყენებდი, ან ჯერ დამატენიანებელს წავისვამდი და მერე ამ შრატს. მესამე და ყველაზე დიდი შეცდომა. არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ დიდი რაოდენობით. ძალიან მცირედ საკმარისია. ბოლოს კი თქვენთვის სურპრიზი მაქვს. თუ Beauty of Joseon-ის რეტინალი გაქვთ, შეგიძლიათ სხვა აღარ შეიძინოთ და მთლიან სახეზე გამოიყენოთ, მათ შორის კისერზეც. ჩემი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ვიდეოს მეგობრებისთვის გაზიარება. მოусმინეთ საკუთარ კანს. მადლობა რომ მიყურებთ.